ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულ ხარ. ვინ ვარ მე? სად ვიმყოფები? რა ვარ? რას წარმოვადგენ? დღეს ფილოსოფიის ერთი წუთი გვაქვს. მეც ზოგჯერ ვსვავ შეკითხვას, გავს ტიპის შეკითხვას საკუთართან და ვინ ვარ? მე მარიამი ვარ ეს სხეული, ეს ფიზიკური სხეული, რაც მომეცა. მე მარიამი ვარ ეს ფიქრები, რასაც ვფიქრობ. ის განცდები ვარ, რასაც განვიცდი და რასაც გრძნობ. თუ ის ადამიანები ვარ, ვინც გარშემო მახვევიან, თუ მოქმედებები ვარ, რასაც ვაკეთებ, ვინ ვარ? თქვენ ვინ ხართ? შენ ვინც ახლა ამ ვიდეოს მიყურებ, თუ გაგჩენია მსგავს ტიპის შეკითხვა, შეგიძლია გამიზიარო კომენტარებში ვინ ხარ. მე შემიძლია განვავრცო და ვთქვა, რომ არსებობს სხვადასხვა სწავლებები, ეზოთერული, აღმოსავლური, დასავლური ფილოსოფიები, ძალიან ბევრნაირი და ზოგი იძახის, რომ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე მაგალითად ჩვენი აზრებია, ვიდრე ჩვენი გონება, ვიდრე ჩვენი ფიქრებია, ვიდრე ჩვენი განცდებია, რომ ეს ყველაფერი ეგოს თამაშია და ეს ყველაფერი მიწიერია და ამაზე მეტი ვართ. იქნებ ყველაფერიც ერთად ვართ და იქნებ იმიტომ გვაქვს ეს ყველაფერი, რომ ერთობლიობაში ვართ და არა ცალ-ცალკე. შეიძლება ამაზე მეტიც ვართ მართლაც, საინტერესოა თქვენ თავს რა თაღიქვავთ, რა მოვლენად. შეიძლება ვიღაცა პარტნიორთან აიგივებდეს თავს, ვიღაცა მშობელთან, ოჯახის წევრთან, შვილთან. ხდება ესეთი მოვლენები, როცა ძალიან ეჯაჭვები ადამიანს და მასთან აიგივებ თავს განცდებით, გრძნობებით. შეიძლება ზოგჯერ უბრალოდ ენერგოგამტარები ვართ, ან რაღაცა ინფორმაცია დევს ჩვენში და ჩვენ მოვედით დედამიწაზე და ვამუშავებთ ამ ინფორმაციას და რაღაცებს ვაკეთებთ, სწავლობთ ისე, რომ პასუხები არ გვაქვს და არ ვიცით. ნუ აშკარა რაღაცას წარმოვადგენთ, ხო? ტყილა არა ვართ, მაგრამ მაინც სად ვართ? ვინ ხარ შენ? რას წარმოადგენ? რა დაიგივებ საკუთარ თავს და რა თხედავ? დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები.